როდესაც მე გეუბნებით, რომ რომელიღაც ჩინური ავტომობილი არის კარგი, მე იმას ვგულისხმობ ახალს. ანუ ახალია კარგი. ყოველთვის, როდესაც ხვდებიან და მეუბნებიან, რომ აბა რას ფიქრობ ჯეტრუზე ამდენი ხანია რომ დადიხარ, ყველას ვეუბნები, რომ ჯერჯერობით კარგია, მერმერობით მერე ვნახოთ. და ეხლა რას ნიშნავს ეს რა? აი რო აიღო ახალი ჯეტური, ხო, ჩემი რაც არის თეორი. აი ახალ მანქანას Hyundai-ს რო აიღო, თუნდაც Toyota რო აიღო, აი ძალიან ბევრი ჯობია. ჯობია რითი? უფრო რბილად დადის, უკეთესად იმართება, უკეთესი ფუნქციები აქვს, სავარძელი უფრო რბილი აქვს. ანუ ის ჯეტური რო ვიძახი რომ კაი მანქანა თქო, გულისხმობ რომ ახალია კარგი. და პირველი 5 წელი სანამ გარანტია აქვს, მანამდეა კარგი თორემ. შორს რომ მივდიოდე სადღაც აი სოფლიოს გარშემო მოგზაურობას რო ვიწყებდე, ჯეტრს არ ავიღებდი. ავიღებდი Toyota-ს, რომელიღაცას. და რატო? იმიტომ რომ ის არის გამოცდილი და ვიცი რომ მომატარებს. და ან Honda-ს ავიღებდი. სანამ დედამიწა იარსებებს, ეგეც იდგება, მაგრამ ახალი, კარგია. მაგას ვამბობ, თორემ მე არ გეუბნებით რომ წადით და მეორადი იყიდეთ თქო რა, მაგას არავის როგორ გითხრათ, იმიტომ რომ მე თვითონაც არ ვიცი. ხო და მეგობრებო, იმას ვამბობ, რომ ჩინურ მანქანებზე როდესაც გეტყვით რომ კაია, გულისხმობ ახალს, გარანტიით და არა მეორადს, რომელიც შენ თუ დააკეთო. შენ რო უნდა აკეთო, ეგეთი ჩინურის ყიდვას რა აზრი აქვს, საერთოდ ვერ ხვდები, იმიტომ რომ მე მაგალითად არ ვიყიდი.